გამარჯობათ საღამო მშვიდობის მოვედი სამუშაოდან საკმაოდ კარგად დასვენებული იმიტომ რომ იქვე ვიბანავი და ესე წამოვედი და სახში რომ მოვდივარ ხოლმე მაგრამ მეზარება ხოლმე ეგ მომენტი და თან ვიცოდი რომ წყალი არ მოდიოდა ახლა მე რა მაგ მარტყოფის ცის ქვეშ შორენა გიორგაძის წიგნი. ეს არის ჩვენი ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი, სადაც რის გვერდზეც ჩატარდა ღონისძიება 31-ში. ეს წიგნი მე ვიყიდე. რამდენიმე დღეა ცდილობა სახში ბოტანისტი როგორც იქნა მოიტანეთ. ლაშა მოიტანა. ერთი ჩემია, ერთი ბიცოლა ჩემის. აქ მაქვს ლალო შენი წიგნი. მოიწერა ძალიან გავეთეთრე. აქ მაქვს შენი წიგნი და როცა იქნება წაიღერა. ავასთან ერთად მინდოდა ეს ყველაფერი. ამის წაკითხვას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, მინდა რომ უბრალოდ გადავფურცლო და ვნახო ჩემი საყვარელი მარტყოფელების შესახებ წერია და ვინ არიან. ეს არის იალნოს ქედი, იალნოს მთა. იალნოზე რომ მივდივართ ხოლმე 9 აგვისტოს ძალიან მალე მოვა ეგ დღე ხო იცით ეგ დღე როგორ მიყვარს ხოლმე. აი აქ ავდივართ ხოლმე, აი ამ ადგილას, აქ ატარებს ხოლმე მამაო პარაკლის და შენო ვქეიფობთ ხოლმე. ასე რომ ეგ დღეც მალე მოვა. ნახოთ 9 აგვისტო რა დღეა. თავარია არ დაემთხვეს იმას რა ვქია. სამსახური. ივნისი, ივლისი, აგვისტო, ოღონდ 9 არა, შაბათია, yes. რა კარგია. რაც სამსახური დავიწყე, რაღაცა მნიშვნელოვანი დღეები არასოდეს არ ემთხვევა ხოლმე. თუ დაემთხვევა, არ არის პრობლემა ხოლმე, გამოშვებაზე ან გათავისუფლებაზე. შორენა გიორგაძე. ამას აუცილებლად წავიკითხავ. უბრალოდ ძალიან მიხარია, რომ ჩემთან არის ეს წიგნი უკვე. ეს არის მამა ანტონეს შესახებ. შავ-თეთრ ფერზე ვიდეოზე რაც შეეხება, უბრალოდ ხო იცი ძალიან მიყვარს და შიგადაშიგ შავ-თეთრი ფონით შემოვარ ხოლმე თქვენთან. პირველი მსოფლიო ომი. ნახე და მაშინ ის არის მეომრები მარტყოფიდან. ახლა პირველი მსოფლიო ომისა არ მეცოდინება, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში იყო ხოლმე ვანო პაპა. ნახოთ ეხლა თუ იქნება ვანო პაპა აქ და თუ არავის არ გამორჩა. ორში დაღუპულს აქ უკვე ორში დაღუპულები არიან ორში. ჩემი მეზობელი იყო ხოლმე ვანო პაპა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. ვანო პაპა. ისტორიული ძეგლები, ნახეთ რამდენი ყოფილა. თქვენ გონიათ, რომ ანუ ძალიან ბევრ მარტყოფელს ახლა როგორც ახლა დადგე და ჩაუმართლევინო, ვერ ჩამოვთვლი ისე რომ რომელიმე არ გამორჩეს, იმდენი ისტორიული ძეგლებია მარტყოფში, ძალიან ისტორიული და შესანიშნაობი დატვირთული სოფელია, ძალიან ბევრი ტაძრებია და ძალიან ბევრი სანახაობებია, მონასტრებით, ტაძრებით, კოშკებით თუ ძველი რაღაცების აი რავი რო იტყვია ნაკრებია სოფელი. ძალიან ბევრი მოქმედი, არა მოქმედი. აქ წერია კიდე მარტყოფის ღვთისმსახურები, მარტყოფელები, ტრადიციები და მარტყოფი. საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა
ეს ის ქვეყანა, სადაც სარწმუნოებისთვის თავგანწირული უამრავი გმირი ყავდა, თუმცა არავინ რო არ ყავდეს, მხოლოდ ქეთევა დედოფალი გეყოფა საყავ. კულტურა, აჭანკალი, ანუ ძველ ტრადიციებზე ცხოა, ქორწილებზე ცხოა, მზითვებზე ცხოა, აკვანზე, სრულწმენა და ტრადიციებზე, მიცვალებულთან დაკავშირებული ტრადიციები, აქ იქნება ალბათ ხალხური ტრადიციებიც და ქრისტიანული ტრადიციებიც, რაც ხო არის, რო არ არის ხოლმე ქრისტიანული რაღაცა, მაგრამ მე რო ადრე იტყოდნენ ხოლმე, ვაი, არ შეიძლება ამის აღნიშნვა, იმიტომ რომ არ არის ქრისტიანული. შეიძლება რაღაცა არ იყოს ქრისტიანული, მაგრამ იმდენად ზვირფასია ხოლმე ის ჩემთვის, იმ თუნდაც ჭიაგოკონება, თუნდაც რა ვიცი, ბევრი რაღაცა იყო ხოლმე, რომელიც ვიცოდით რო არ იყო, მაგრამ ძალიან მომწონდა და ეხლა ძალიან თბილად ვიხსენებ ხოლმე მაგ იმას. აი რა მაგარი კერძია, დომხალი. დომხალი. აი მე უზომოდ მიყვარს დომხალი, თქვენ ხო იცით რომ დომხალი მაგრად მიყვარს. ეხლა ვერ ვიშოვი. ეხლა ვერ ვიშოვი, ისე მაგრად მიყვარს, ძალიან მაგრად მომიდა. სხვათა შორის აქ ვიყიდე ჩვენ მეზობელთან. ორჯერ თუ სამჯერ. და ანუ პირველად ხახვი მოვხრაკე და ისე გავაკეთე და მეორედ არც ხახვით არ მოვხრაკე. ოდნავ ზეთი მოვშუშე ოდნავ და ეს ეგრევე ცოტა გათხელებული, ანუ მასა ისეთი ეგრევე იმდენი კამა და იმდენი კარგად აშენელებული სხვა არაფერი არ უნდა და რო წამოდუღდება უნდა დაისხა და ვინმე ნეტარებაა ჩემთვის, არ მომბეზრდება არასოდეს. ასე რომ მარტყოფელებო დომხალს, კაი დომხალს ოღონ. აი თეთრი ჭყინტი ყველივი წვენი რო გასდის ეგ დომხალი არ არის. აი კაი ყვითელი დომხალი, მე რო აქ ჩემ მეზობელთან მიყიდე ეგეთი. ბერიკაობა. ყველიერში იცოდნენ ხოლმე ბერიკაობა. ალილო. ერთხელ 24-ში ღამე ბავშვები რო ეხაც არის ტრადიცია და ძალიან მაგრად მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ქრისტიანული 24-ში ღამესე, ანუ არ არის შობა. ხო და დავდიოდით და ერთ-ერთ ოჯახში შევედით, მაგრად გაგულანძღა იმ ქალმა, დაიღუპა ეხა ის ქალი აღარ არის ცოცხალი, რომ ეხლა რო თქვა რა სიტყვებითაც მოგვიხსენია, მარტყოფელები ვინც მიყურებენ, ყველა მიხვდება ვიზეც მაქვს ლაპარაკი და გაგულანძღა, გაგვთათხა, რომ ეს არ იყო ქრისტიანული დღესასწაული და ჩვენ ვიყავით ისა ეშმაკის მოციქულები, რომ იქ მივედით. აპარატი. თაებობა. 27 აგვისტოს მარიამობის წინა დღეს. ეხლა უცბად ის მიქნდა, რომ 29 აგვისტოს ტარდება, მეთქი ვიციო, რომ მარიამობის მეორე დღეს და აქ რაღაცა 27 ეხლა დავფიქრი ხო არ შეეშალა თქო და ანუ აქედან 27 აგვისტოს დილაშია ბამდრენ პოსკებს, პოსკა მე ვიცი რაცა, თქვენ ხო იცით? ურებ. ერთმანეთს მიყოლები დააწყობდნენ ღვინოს, სანოვაგეშე, საწირცხვარს, სამხრთოს, შეაბამდნენ აკვნებს და მიდიოდნენ ღვთაებაში, რათა ლიტონიობას დასწრებოდნენ. ანუ 28 რო თენდებოდა. 29-ში უკვე ღვთაებობა იყო, ანჩის ხატობა. ზედაშე და ფთილა. ზედაშე ხო იცით რაც არის? იცით? საგვარეულო ნიშები, საგვარეულო სალოცავები, ესე პატარ-პატარა ისინი, სადაც ღვინოს დგავდნენ და სანთელსაც ანთებდნენ და ფთილა კიდე იყო ესა, ფთილის დართვა. მე ბევრჯერ დამირთვია, იმიტომ რომ ბაბო ქსოვდა ხოლმე მისგან წინდებს ცხვრის მატყლს დავართავდით ხოლმე. მახსოვს ჯამში ედო ხოლმე ეს თითის ტარი რო ვატრიალებდით და ეს ფთილას რო ლამაზად გამოჰქონდა ესე აურა მაგარი იყო. ჯერ დართვის პროცესი დასართავს რა ერქვა. ესეთი დიდი ეკლებიან ესე რო ქონდა 20 თუ სამწყებად. ჩიჩილა კი არა კაცო. საჩეჩე.
ანუ მაგ ყველაფერში მონაწილეობა მაქვს მიღებული. პირადად ჩემთვის ფრთილა და მისი დახვევის წესი გაუგებარი იყო, ამიტომ ძირძველი მარტყოფილ ქალბატონს თხოვე შემდეგნაირად ამიხსნა. ეს არის ძალიან მაგარი წიგნი. 30 ლარი ღირს და 30 ლარი არაფერი არ არის იმისთვის, რომ შენი სოფლის ტრადიციები ყველანაირი გქონდეს აქ. აქ წერია კიდეც ავარაუდოთ. ნახე, სოფელ მარტყოფში არსებობდა ჩვეულება. როდესაც ბავშვს ყია ნახველა შეხვდებოდა, კოტორანტ კაკლის ფესვში სამჯერ გაძვრებოდნენ. სასაყვარლობა, კოტორანტ. ამბობდნენ, ყია ნახველიანი ბავშვები აუცილებლად იკურნებოდნენ. სოფელ მარტყოფში ბეჟანიშვილების ეზოში დგას კაკლის ხე, რომელიც ცოტა 900 წლის მაინც უნდა იყოს. 14 კაცია საჭირო იმისთვის, რომ ხელჩაკიდებულნი ხეს გარშემო შემოეხვივნեն. გადმოცემით გიორგი სააკაძეს ამ კაკლის ქვეშ სამხედრო შტაბი ჰქონია მარტყოფის ველზე გამართულ ბრძოლის დროს 1623 წელს. ერეკლე მეფეს კი ნადიმი გადაუხდია გამარჯვებული კახელი მებრძოლებისთვის. იქ კაკალთან და კაკლის ქვეშ და მეფუტკრეობა. აი ამათ ვეძებდი, გავიხადა რო არიან. ნელა-ნელა გადავშალე მეფუტკრეობა, აქ წერია მეფუტკრეობაზე. ბატონი ოთარ კეჟერაშვილი, ძმები მათიაშვილები, თამაზი და მისი ძმები მეუღლეები თუ ნახევარ საუკუნეზე მეტიან ემსახურებიან ამ დალოცვილ საქმეს. აქ უნდა ჩავამატო დალი. აქ უნდა ჩავამატო. რო კრებაზე როცა ჩახვალ, ჩაიტანე თაფლი მანანასთვის. იმით რა ქვია? ფიჭით. ხათუნა თუ უყურებ არ უთხრა. ანელა შეაპარე. მეღვინეობა. გენაცვალი ძალიან მაგარი წიგნია, მარტყოფილებო, იყიდეთ იცოდე რა. მარტყოფილი თამადებიო, აბა დაინახე ერთი, აბა წავიკითხოთ. მარტყოფში დღესაც არიან გამორჩეული თამადები. თამამად შეიძლება ითქვას ისტორიაში შემორჩენილი ხალხის ღირსეული მემკვიდრეები. მათი სია არც თუ ისე მცირე ეს ადამიანები გამორჩეული თამადები ბრძანდებიან. ყაზბეგ ბანეთიშვილი, რევაზ ბედიანაშვილი, გივი ბერიძიშვილი, ელგუჯა ბერიაშვილი, ყოლა პაჭუანთი გუგუნაშვილი, გიჟდები ზედმეტსახელებზე. ელგუჯა ეპიტაშვილი, ზვიადი ეპიტაშვილი, ჯუმბერ ეპიტაშვილი, კარლო ეპიტაშვილი. აუ, რამდენი არიან, არ შეიძლება მის ჩამოთვლა რომ გავაჩერო. იმიტომ რომ ძირთადად ეს ვიდეო უფრო მარტყოფელებისთვის იქნება, ვინც მეყურებს. დავით ეპიტაშვილი, კოხიანთ, ანდრო ზაზუნიშვილი, ამირან თურქიშვილი, სოსო იობაშვილი, რევაზ კობიაშვილი, ილო კარგარეთელი. აქ გარდაცვლილებიც არიან ჩამოთვლილები, რომლებიც ძალიან დიდი ადამიანები იყვნენ ხოლმე. გურამ კახაბრიშვილი, გიორგი ლაგვილავა, დურსუნ ლეკიშვილი, უზომოდ მიყვარს ეს ადამიანი. ავთანდი ლეკიშვილი, გიორგი ლეკიშვილი, გივი მეცხვარიშვილი, ცოტნე უშაყმაშვილი, ტარიელ ობოლაშვილი, ვალერი პატარიძე, კობა პაპალაშვილი, ხარება სამჭკუაშვილი. ეს უბანი სამჭკუაშვილების უბანია. მევლუდ სალთხუციშვილი, რუბენ ფრეწუაშვილი, ჩემი საყვარელი ადამიანია. შალვა ქოთიევი, ლადო შპეტიშვილი, ნიკო შპეტიშვილი, ვასილ შოშიაშვილი, ვასო შოშიაშვილი, ემზარ შოშიაშვილი, ელგუჯა შიოლაშვილი, ოთარ შინჯიკაშვილი, ვასო ჩიტრეკაშვილი, ოთარ ძამაშვილი, ჯემალ ხუციშვილი, უშანგი ხუცუნაშვილი, სოსო ჯერენაშვილი, გოჩა ჯამასპაშვილი. 43 აღიარებული თამადა და ეხა 53 თამადა რო ყავ, წარმოიდგინე რამდენი მსმელი ადამიანი ყავ. ქალიან კაციანად.
ხალხური მედიცინა. ხალხურ მედიცინაში მარტყოფელები ძალიან მაგრები არიან. ძალიან მაგარი მალამოები აქვთ. ძალიან. თუშმალიშვილების, ფრეწუაშვილების, სტეფანაშვილების მალამოები. სახუმარო მალამოები არ არის. ჯანდაცვა. აქ კლინიკებში მოღვაწეობენ. აქ არიან ჩამოთვლილები ის ადამიანები, რომლებიც ექიმები არიან. და არა მარტო მარტყოფში, არამედ სხვადასხვა საავადმყოფოებში მუშაობენ. რაიმე ამე ბლანდახელებით. ეცა ყვავილს წყალი დაუსხი და ეგ ცოტათი წყალია. ჩვენ ყავს ძალიან მაგარი ონკოლოგი და ძალიან გამიხარდა ნათია შესახებ რომ წერია აქვს. ნათია მამადაშვილი. ძალიან მაგარი ადამიანი. მარტყოფელების იმედი რო იტყვია. სოფლის პედიატრი თამარ გულბანი. აი მე მარტყოფელებო ეს წიგნი აუცილებლად უნდა იყიდოთ. იმიტომ რომ მე ხარ რომ ჩამოვთვალო, არ მეყოფა 3 საათიანი ვიდეო. აქ ყველა რომ ჩამოვთვალო, ვინც წერია. აქ იმაზე წერია, აფთიაქებზე წერია, ვეტაფთიაქზე წერია. მარტყოფის მთავარანგელოზთა ეკლესია. ეს არის ჩემი უბანი, სადაც დავიბადე და გავიზარდე. 1769 წელს მარტყოფილმა გაბრიელ მაისურაძე თუშმალიშვილმა საკუთარ მიწაზე საკუთარი ხარჯით 1893 წელს ადგილობრივი მაცხოვრებლების შეგროვებით სახსრებით 430 მანეთით ეკლესიას საფუძვლიანად შეკრა დავით თუშმალიშვილი. ეს იყო მერე გადააკეთეს ადრე კომუნისტების დროს რაღაცაო სარძევეთ, ანუ სადაც რძის ჩაბარების პუნქტი იყო და შემდეგ ისევ მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი. არც ძალიან პატარა ვიყავი, საკმაოდ კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც მთელი უბანი და ის ხალხი, ვისაც დიდი სიამოვნებით შეძლო მიხმარება დაიწყეს შემოღობა, სადაც გაკეთდა მახსოვს საძირკველს რო თხრიდნენ ბიჭები და ჩვენ კიდე ქვების ამოყრაში ვეხმარებოდით ხოლმე და ეგ პერიოდი მახსოვს, როდესაც კარგად გაკეთდა უკვე ეგრეთ წოდებული სარძევე, რო ისევ მთავარანგელოზის ეკლესიად აღდგა. აქ სხვა კადრებზე არის ლაპარაკი. აქ მონაზვნები, მამაოები, კულტურის სახლი, კლუბს რო ეძახონ, სადაც ბავშვები დადიან ცეკვაზე. ფეხი დამბუზდა. იმას რა სჭირს? სამუსიკო სკოლა. სკოლის თანამშრომლები. ჩემი შვილების მასწავლებლები იყვნენ ესა ლიანა ახობაძე გიგინეიშვილი ფორტეპიანო. ნატალია ასლანიშვილი სოლფეჯიო. კიდე რამის გასწავლეთ? კიდე ვინ?
საოცარი ხანია. აი აქ წერია ის ხალხი, რომლებიც მაგრად მღერიან. და მაგარია. ჯვარული. ქორეოგრაფიული ანსამბლი ჯვარული ჩამოყალიბდა ქართული ხალხმუსიკის სტუდია ჯვარულის ბაზაზე. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდათ ქორეოგრაფი ორგანიზაცია არტ ჯგუფის დირექტორი სალომე ბანეთიშვილი, რომელიც წარმოშობით მარტყოფელი გახლავთ. ანსამბლის ქორეოგრაფია ლევან ტაბატაძე. ანსამბლი აკრიანი. ანსამბლ აკრიანში ივანეც იყო და არის. ივანე ახობაძე. ბავშვები არიან ჩამოთვლილები, ეს ბავშვები უნდა ჩამოვთვალო, იმიტომ რომ ამ ბავშვებმა ეს ბავშვები ძალიან მაგრად მღეროდნენ. მე ტრადიციულად ზოგი სტუდენტი ხდება, ზოგი სხვა გზაზე მიდის რაღაცა ცხოვრება ხო იცით როგორია და მაგრამ კაი გამიხარდა რომ ყველა არის აქ. ელენე დილებაშვილი, დიანა სოლოღაშვილი, ქეთევან ლეკიშვილი, ანა ვარძელაშვილი, ნია გოგოჩაშვილი, ნინო მარუშაშვილი, მარინკა შპეტიშვილი, თიკო ყარყარაშვილი, ნათია შპეტიშვილი, ქრისტინე შინჯიკაშვილი, ქეთევან ცეცხლაძე, ანა ცეცხლაძე, გვანცა გვარაძე, მარიამ შოშიაშვილი, გიორგი დილებაშვილი, ნიკოლოზ დილებაშვილი, იოანე ახობაძე, თამთამ ჭედლიშვილი, ნინო ჭედლიშვილი, მათემ ჭედლიშვილი. მაგარი ბავშვები. ხელმძღვანელი არიან ეკა შოშიაშვილი. ეკრანების ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი ეკა შოში, ხოლო წევრები არიან ელენე, გიორგი, სალომე, ნიკოლოზი, ნინო, თამთამ მათე, მარიამი, ნინო, ნატალია, სალომე, ნინო, ელენე, იოანე, გვანცა. გუნდი ნეტარი. ეს ქვემოთა ტაძრის გალობლები არიან და ძალიან მაგრად გალობენ. ერთ რამე დღის მათი მოსმენი. რამდენი წუთიანი ვიდეოა ხალხო? და ჯერ რა მაქვს გადაშლი? არა, ძალიან აღარ იმას გიზავთ, რა ქვია. უბრალოდ მინდოდა რომ თქვენთვის ეს წიგნი გამეცნო. ბაგა ბაღის ჩქარა გადაბული რომ ძალიან არ გამეწელოს. მეორე ბაგა ბაღი. მასწავლებლები ჩამოთვლილი. 10 არის იმ ბაღში, 21 ამ ბაღში. მეთოდისტები. საჯარო სკოლა. აუ გენაცვალეთ, გახაროთ ღმერთმა, რამდენი ხართ? პირველ საჯარო სკოლაში ერთი მეორე. მეორე საჯარო სკოლაში ლაზერს წერია პირველის გვარით კი არა და იმით. ხო პრინციპში ამბანით რა ვეღარა ვთქვი. მოდი აბა ვნახოთ ახალში რამდენია და ძველში რამდენი. ახალი უფრო დიდია. 63 ამჟამად მე მგონი. თუ სწორად წყვილი. და 16 და პლუს 11. ეს ვინ არიან ჩამოთვლილები? დირექტორები და მასწავლებლები. პენსიაში მყოფი მასწავლებლები. აქედან ბევრს ვიცნობ, რა თქმა უნდა, რომლებიც პენსიაში არიან, მაგრამ აი ერთ თვალში რომელი ადამიანიც მოხდა, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ დღეს აქ ვარ და ამ ეტაპზე ვარ და ესეთი ვარ. ეს არის გულნაზი ჯანიაშვილი, ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცნაირი
ადამიანია, მზე ადამიანია ჩემთვის. ლალი ლაშქარაშვილი. ეს იყო ჩემი მასწავლებელი, ჩემი კლასელის დედა, რომელიც რუსულს მასწავლიდა და რაღაცნაირია ესეთი. აი ულამაზესი ადამიანი იყო. თუ არ ვცდები, მე 6 კლასში ვიყავი, როდესაც ლალი მასწავლებელი დაიღუპა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. აი რო შეხედავდი, აი ესე. სარევიდი. მასწავლებლის ვარსკვლავი. მოკლედ მასწავლებელზე ბევრი რამ წერია. მარტყოფის სიამაყე, აკაკი მათიაშვილი. ეს ის მომენტია გვარი რო გიამაყება. ძალიან ბევრი საამაყო გვარი ყავს, როგორც ლეკიშვილები, კორახაშვილები, ერტელიშვილი, აკაკი. ერტელიშვილი აკაკი, მისი და იყო ხოლმე ჩემი მეზობელი, ნათელა ბაბო. აი მე როგორ მიყვარდა რა ტკბილი და თბილი იყო და წლების მანძილზე რო იყვნენ სიცოცხლის ბოლო წლამდე მთავარანგელოზის ტაძრის გასაღები ეპარა ხოლმე. და ვალაგებდით ხოლმე ერთად. მას მარტყოფის კოლორიტები. მოკლედ ასე გიორგი შინჯიკაშვილზეც წერია, რომელიცაც ძალიან ბევრი რამე აქვს აკეთებული სოფლისთვის და აკეთებს და ასევე აი დავით კარგარეთ. მე თქვენ გითხარით, რომ ეს ადამიანები ესეთ ბავშვებს, ჯვარულს, მუსიკიდან, ცეკვიდან პერსპექტივები რომ აი ვისაც რაღაცა სჭირდება, არ არსებობს როგორც არ დაუდგნენ ხოლმე. თორნიკე ბილაშვილი ალექსი ფრეწუაშვილი რა ძალიან მაგარია. ანუ ეს ესე გადასათვალიერებელი არ არის. ეს უნდა წაიკითხო. აქ სათითაო ადამიანზე წერია და ძალიან მაგარია. ზოგი სპორტს მისდევს, ზოგი ან ჭიდაობის როგორ აქვია მაგას სხვადასხვა სტილი ხოა. კრავჭიდი, ძიუდო, ალაცებობს აფხელა. რამდენიმე ხნის წინ ნათია მომწერა შოშიაშვილმა და წარმატებები მისურვა და ნათია ძალიან დიდი, როგორ თქვა, პატივია, როდესაც წიგნში შენს გვერდით ვარ. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამხელა გვერდი. აუ, კაირა. ყველაფერსაც წავიკითხავ, რა თქმა უნდა, ხო იცით, ჩემთან გალაპარაკის რაღაცა, მაგრამ აი ეს ძალიან მაგრად მე ჯერ ხო ისე და ძალიან მესიამოვნა, ეს ძალიან მაგრად მესიამოვნა. მანანას ხელოვნების ნიჭი არა მხოლოდ ხელით ნამუშევარში, რეჟისურაშიც კარგად ჩანს. მარტყოფში ბოლო წლებში გამართული ყველა ღონისძიება თუ საყურადღებო პროცესი მისი გადაღებული და დამონტაჟებულია. თავის საქმიანობის შესახებ თავად ამგვარად გვიამბობს. აუ ესეც წერია, ბაბამ რო საკერავი მანქანა მაჩუკა. აუ ძალიან დიდი მადლობა.
უღმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარია და ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის. ერთხელ მეზობელმა საღებავი მაჩუქა გუაში. ეს მეზობელი იყო ჩემთვის ია ახალკაციშვილი, რომელმაც პირველი გუაშის საღებავი მაჩუქა. ალბათ ნინო სასაკის ვიყავი. და საერთოდ არ ვიცოდი როგორ უნდა დამეხატა. მისით და ძალიან ჩემთვის ესეთი დეტალები მე არ მავიწყდება და ყოველთვის გავიხსენებ იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ პატარა ბიძგი, პატარა სტიმული და რაღაცა მომცა ჩემს საქმიანობაში და კი მადლობა დიდი ყველას და ყველაფრისთვის, აი ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთ ადამიანების შორის რო ხარ რაღაცნაირად ძალიან დიდ პატივად მიმაჩნია თავი, რომ აი ამ ადამიანების გვერდში პატარა ჩანაწერში ვარსებობ. უღმესი მადლობა, ვინც ამის ღირსი გამხადა და ჩათვალეთ საჭიროდ, რომ უღმესი მადლობა რა. კიდე რო გავაგზელო, ავყავლდები ახლა. ამას ყველაფერს წავიკითხავ აუცილებლად ყავასთან ერთად სიწყნარეში. ეს იქნება წიგნი, რომელიც რა ვიცი, უბრალოდ თავზე არ შემოდებ. აქ უკვე ხსოვნისადმი მიწყვნილი ჩანახატებია. აი მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრზე წერია, რომელიც ძალიან დიდ რაღაცას აკეთებს ახალგაზრდებისთვის და ერთ-ერთი აი მისი დამფუძნებლები არიან გიორგი ბედიანაშვილი, გვანცა თვალიაშვილი და ლაშა ახობაძე. ეს ახალგაზრდული ცენტრი ახალგაზრდებს, ვისაც რაღაცა უნდათ ცხოვრებაში და ძალიან აი ბევრ რაღაცას აკეთებს, თუნდაც საზღვარს იქით უშვებს ბავშვებს სასწავლებლად და ერთ-ერთი ესეთი ის არის პროგრამაში იღებს მონაწილეობას და 20 ივლისს მიდიან ბულგარეთში, თუ არ ვცდები, თუ ქვეყანა არ ამერევა და ერთ-ერთი არის იოანე და მთავარი ის იყო ერთი, რომ ინგლისური უნდა იცოდე. ასე რომ ბავშვებო იცოდეთ, რომ თუ სადმე რომელ სოფელში ხართ, სად ხართ, გაიკითხეთ, თუ თქვენთან ახალგაზრდული ცენტრი არსებობს, აუცილებლად მიიღეთ ყველანაირ აქტივობაში მონაწილეობა. თქვენ ნახავთ რა მაგარი რამეა. ნინოც რამდენჯერმე იყო, ძალიან ბევრ რაღაცას დაესწრო და მე აღმოაჩინა, რომ თურმე შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს. თურმე შეუძლია, რომ არ შერცხვეს და თქვას რის რაც უნდა და ძალიან ბევრი რამე ისწავლოს და ძალიან მაგარია ბავშვებო და ეს რაღაცა არ ეს დრო ბუჭად არ გადაყაროთ. ნატალია კანდელაკი. ნატალი მაგრად თამაშობს ჭადრაკს. ნატალია მიხარი ხარ აქ რო ხარ? სანდრო, რომელიც ფლექსში მიიღო მონაწილეობა და მიდის ამერიკაში. მარიამ კობიაშვილი ჩემი კლასელის შვილია და ყოველთვის მიამაყება ეს ბავშვი. ორი ფუცელი გადავშალე. აუ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მე ამ წიგნის ეხა თქვენთან მე მიყვარს მარტყოფი. აქ უკვე ლექსებია. კი. ლექსები რომლებიც მარტყოფელებისა. უღრმესი მადლობა ნოტარიუსზეც წერია, რომელიც ძალიან კარგად გვემსახურება და შუაღამემდე შეგვიძლია რომ მისი იმედი გქონდეს. ძალიან
აი არ ვიცი, უღრმესი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ეს ძალიან მაგარი რამეა. ეს წიგნი ძალიან კარგია ჩემთვის. მანანა მათიაშვილი 187 გვერდზე. ეს ციფრები ჩემთვის სიმბოლურია, 1-იანიც, 8-იანიც და 7-იანიც. მე ძალიან მიყვარს ეს ციფრები. იმიტომ რომ მე 1987 წელს ვარ დაბადებული და უბრალოდ აქ 9-იანი აკლია 1-სა და 8-ს შორის. უღრმესი მადლობა ამ წიგნის ავტორს, ადამიანს, ვინც მას ინფორმაციები მიაწოდა ყველა შესახებ და რა ვიცი. მე ამაყება რომ ადამიანების გვერდით ვარ. გაიხარეთ თქვენც და ძალიან დიდებული საღამო გამოვიდა თქვენთან ერთად.